იმპერატორ ავგუსტუსის მეგობრებს შორის ერთი რომაელი წარჩინებული იყო, რომელსაც იმპერატორმა ერთხელ რაღაც საიდუმლო გაანდა. მან თავის ცოლს უთხრა, ცოლმა საიდუმლო სხვა ქალებს გადასცა, ასე რომ ის ყველასათვის ცნობილი გახდა. იმპერატორმა ეს ამბავი რომ გაიგო, მეგობარს უხმო. საიდუმლოს გათქმაში ამხილა და უთხრა, რომ იგი მისი წყალობისა და მეგობრობის ღირსი აღარ იყო. შერწყვა წარჩინებულს შეძორწუნდა და ისე დანაღვლიანდა, რომ სახლში მისულმა უსაყვედურად ცოლს დანას ხელი სტაცა და თავი მოიკლა. იმავე დანით მოიკლა თავი ცოლმაც. ასე მიეგო ორივეს ერთნაირი დანაშაულისათვის. ერთნაირი სასჯელი. ხომ ხედავთ, როგორ დამწუხრდნენ ისინი იმის გამო, რომ კეისრის მეგობრობა დაკარგეს. ჩვენ კი სრულიადაც არ წუხვართ, როცა ღვთის მადლს ვკარგავთ. იმ დროს, როცა ვცოდავთ. ჟობს ჩვენმა თვალებმა მზის სინათლე აღარ იხილო. ჟობს მიწამ პირი გახსნას და ცოცხლად ჩაკვლაკოს, ვიდრე ასეთი განძი დავკარგოთ. მიწიერი მეფის კეისრის მეგობრობის დაკარგვა ადამიანისათვის დიდი უბედურება, მაგრამ არასრული, რამე თუ მისთვის ეს მეგობრობა უმაღლესი სიკეთე არ არის. ღვთის მადლის დაკარგვა მასთან ერთად სიცოცხლისა და სულისა, მიწისა და ცისა, მარადიული დიდებისა, საუკუნოდ დაკარგვა ღვთისა, ანუ ყოველივეს დაკარგვა ეს უკიდეგანო ბოროტება. რამე თუ მადლი ღვთისა, ეს უმაღლესი სიკეთეა. გარდა ამისა, არსებობს კიდევ სხვა გვარი, ასეთივე უსასრულო ბოროტება, რომელი ცოდვებისათვის სასჯელი, ანუ მარადიული ტანჯვა. ქრისტიანებმა ერთი ცოდვისათვის ღმერთს 100 წლით პატიმრობა რომ განესაზღვრა, ეს მოსათმენი იქნებოდა. რადგან გავა 100 წელი, დევნილობის 1000 წლის განსაზღვრა რომ მოენდომებინა, ასეთი ტანჯვა ოდესმე მაინც დასრულდებოდა. მილიონი წლით რომ განესაზღვრა, ესეც დამთავრდებოდა, მაგრამ მარადიული და უსრულებელი ტანჯვა, რომელიც არასოდეს დასრულდება, ეს არის უკიდეგანო სასჯელი. ცოდვილო, ახლა მინდა შენ გესაუბრო. მინდა გკითხო, რატომ სასწრაფოდ არ ინანიებ? ერთი მხრივ უდიდესი სცენით ხარ შეპყრობილი, მეორეს მხრივ უმსუბუქეს კურნებას გთავაზობენ. როგორიც კი შეიძლება მოგცეს ღმერთმა. მისმინე, სირიელი თავადი, ნეემანი, ძლიერი ადამიანი, სახელგანთქმული, მდიდარი, კეთრით დაავადდა. იგი დიდი ამალით წინასწარმეტყველ ელისესთან მივიდა. ის იყო კარს მიუახლოვდა, რომ ელისემ შემოუთვალა, 7 გზის განიბანე იორდანეში, ხორცი შენი გამრთელდება და განიწმინდები. ნეემანი საშინლად გააბრაზა ამ შემონათვალმა. როგორ თქვა მან, წინასწარმეტყველი სასწაულებს ასე იოლად რომ ახდენს, რატომ არ ისრაფა ჩემთან შესახვედრად და არ ილოცა? რადარ დამასხა ხელნი, რათა კეთრისაგან განვეკურნე? დამასკოს მდინარეები უარესია განა დამასკოს მდინარეები უკეთესი არაა, ვიდრე ისრაელის მთელი წყლები, თქვა განრისხებულმა ნეემანმა და წასვლა გადაწყვიტა. მაშინ მსახურებმა უთხრეს, ბატონო, კეთრისაგან განსაკურნებლად წინასწარმეტყველს რაიმე დიდის გაკეთება რომ ებრძანებინა, მთელი შენი სიმდიდრის დახარჯვა, შორს ქვეყნის დასალიერს წასვლა, მდინარეებისა და წყაროების ზებნა, მაშინ ამას არ იზამდი, მაგრამ ასეთი იოლი ბრძანების შესრულება რატომ არ გინდა? შენ ხომ გარჯისა და ხარჯის გარეშე უნდა განიბანო იორდანეში, არსებობს კი კეთრზე უფრო საზაგელი სცენი. განკურნებისათვის გამბანაზე იოლი რა უნდა იყოს? დიდი თუმცა სიტყვა რა გრქვა შენ.
არამემცა ჯერ იყო ყოფად. აცადე რამე თუ გარქვა დაიმანე განიწმინდე უთხრეს მსახურთა. ამით დაარწმუნეს იგი ნეემანი და განიბანა და განიწმინდა. ქრისტიანო ძმაო, იმავეს გეუბნები შენ კეთრი კი არა, ისეთი დიდი ცოდვა გაქვს, რომლის გამო მთიები ჩამოვარდა ზეციდან. ისეთივე დიდი, რომლის გამოც ადამი სამოთხიდან გამოიდევნა. ღმერთმა წარღვნა მოავლინა და დედამიწა დაფარა. ცოდვა გაქვს, რომლითაც ღმერთი შეურაცხავი. მადლი აღიკვეთ და საუკუნო სატანჯველის ღირსი შეიქმნები. ამ ცოდვის მისატევებლად ღმერთს შენთვის რომ ეთქვა მთელი ცხოვრება ცრემლიანმა იღვაწე, ან ევნე ჩემი სახელისათვისო არ იზამდი ამას. დიდი თუმცა სიტყვა რა გარქვა შენ, არა შენცა ჯერ იყო ყოფად. არა, ეს შენ სიხარულით უნდა გაგეკეთებინა. იმისე ნაცვლად რომ ჯოჯოხეთში საუკუნო დიდანჯო. უმჯობესია ღვაწლით გაწვალდე. საუკუნო ტანჯვით ცხოვრებას ტანჯვით ერთგზის სიკვდილის შობს. მაგრამ ღმერთს ესეც კი არ უბრძანებია. მან ყველაზე მსუბუქი და მოკლე გზა გვიჩვენა. წადი ამბობს იგი. არა საღვაწოდ, არა სატანჯველად, მოღვდლებთან წადი, ისეთივე ადამიანებთან, როგორიც თავად ხარ. შენი სნეულება გაუმხილე, შენი ცოდვა მიუთხარ, მათ აქვთ მთელი ძალაუფლება მიტევებისა, მთელი ძალა კურნებისა, რასაც მიწაზე განხსნიან, ზეცაშიც განხსნილი იქნება. მათ შენს უძლურებას უჩვენებ, ცოდვას მოინანიებ და აჰა სასაული, რა წამშიც მოძღვარი განხსნის ბაგეს აქ მიწაზე და იტყვის შვილო მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენი, ამბობს ეციური მამაც მიგიტევებ, ამბობს მღვდელი მიგიტევებ და უპასუხებს ზეციდან ძე და სიტყვა განხსნი. გადაწყვეტს აქ მიწაზე. მღვდელი და სული წმინდა მყისვე ხელს აწერს და ამტკიცებს ამას. ჰოი სასაულო, ვიმეორო, ამ ყოვლადწლიერი სიტყვების წარმოთქმისთანავე ეს უსაზღვრო ბოროტება განადგურდება. უზომო სიმძიმე მოგვეხსნა, მომაკვდინებელი ტანჯვა დასრულდა, ცოდვა განხსნილია. ჰოი დიადი კაცთმოყვარება, ჰოი განუსაზღვრო სახიერება, ქადაგებს ღვთაებრივი ოქროპირი. ღმერთი იმავ წულს ამართლებს ცოდვილს, რა წუთშიც ის ცოდვას მოინანიებს და სამომავლოდ აღთქმას დადებს. არის კი სხვა ისეთივე დიდი სენი, როგორიც ცოდვა და არის თუ არა კურნება უფრო მსუბუქი, ვიდრე ეს მიტევება. ქრისტიანო, ღმერთი მოსატევებელად შენთვის სხვა გაცილებით მძიმე საქმეს რო ებრძანებინა, არ გააკეთებდი. ახლა კი ასე დიოლ საქმეს გავალებს და შენ არ აკეთებ. დიდი თუმცა სიტყვაი რაი გარქუ შენ, არამედ ჯერ იყო ყოფად. აცადე რამე თუ გარქვა წარვედით და უჩვენენი თავნი თქვენი მღვდელთა. არ გააკეთებ განა. ორიდან ერთ-ერთია, თუ კი ამის გაკეთება გინდა, სასწრაფოდ გააკეთე. თუ კი ახლავე არ იზამ ამას, ეს ნიშანია იმისა, რომ გაკეთება საერთოდ არ გსურს. განრღვეულზე დღევანდელ თხრობაში ერთი ისეთი რამ შევნიშნე, რაც ჩვენს დროში თითქმის ყოველდღიურად ხდება. ერთხელ იესო ქრისტე კაპერნაუმში მოვიდა, რომელიღაც სახლში შევიდა და სწავლება დაიწყო. გაიგო ხალხმა, რომ ასწავლის და ისე მრავლად მოიყარა თავი, რომ კარებამდე მისვლაც კი შეუძლებელი გახდა. მაგრამ როგორ არ მიერბინათ, როგორ არ მოესმინათ ის ღვთაებრივი სიტყვები ღმრთის შემეცნებისა და საუკუნო ცხოვრებისა. მწყურვალი ფურირემი წყალთან ისე არ მიირბენს, როგორც ბრბო ისრაფო და მაცხოვრის გადაგებით დასარწყულებლად და ესმა
რამე თუ სახსაშინა არს და მეხსეულად შეკრება მუნ სიმრავლე ერისაი ვიდრემდე ვერღარა იტევდა წინაშე კართან მათ და ეთყოდა მათ სიტყვასა ამ დროს 4 ადამიანს განრღვეული ხელით მოჰყავს ყურადღება მიაქცია იმისათვის რომ ცოდვილი სულიერი მკურნალთა ცოდვათა მიტევებისათვის წავიდეს 4 სათნოება უნდა ედგას მხარში პირველი არის რწმენა დაუბრკოლებლად უნდა სწამდეს რომ აღსარებით ცოდვები მიეტევება მეორე არის სიყვარული ღმერთი და მოყვასი უნდა უყვარდეს ღმერთი უყვარდეს ანუ ძველი ბნებები მოიძულოს მოყვასი უყვარდეს ანუ მას ყოველივე შეცოდება მიუტევოს მესამე არის სასოება ანუ მტკიცე იმედი ღმრთის მადლისა და შეწევნისა მეოთხე შემოსრულება ანუ ჩადენილი ცოდვების გამო ნამდვილად უნდა წუხდეს შევნიშნე რომ დღევანდელი განრღვეული ორის ნაულებითაა სულით ცოდვით და სხეულით განრღვეულობით ქრისტემ ის ორივესაგან განკურნა ჯერ განკურნა სულიერის ნეულებისაგან რამე თუ შვილო მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენ მიუთხრა შემდგომ კი სხეულის უძლურებისაგან აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვეთ სახით შენ და როცა ქრისტემ მისი სული განკურნა ზოგიერთნი ამბობდნენ ვის ხელეწიფების მიტევება ცოდვათა ხოლო როცა სხეული განკურნა ყველას გაუკვირდა და ადიდეს ღმერთი ვითარმედ განუკვირდებოდაცა ყოველთა და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს ვითარმედ არასა და ესრეთ ვიხილეთო ესე იგი ადამიანები სულის კურნებას არაფრად აგდებენ და მხოლოდ სხეულის კურნებას აფასებენ ქრისტიანთაგან ვინმე ავად გახდება თუ არა მის საწოლს მაშინვე გარს ეხვევიან ზრუნველი და შეშინებული ცოლი დასევდიანებული შვილები პირველივე ბრძანების შესასრულებლად მზად მყოფი მსახურნი პირველივე მოსანახულებლად და ნუგეშინისათვის მოსული ნათესავები და მეგობრები ეს ავადყოფი რა თქმა უნდა წმინდანი არ არის ის ხორცით შემოსილი და ერში მცხოვრები ადამიანია რამდენი და როგორი ცოდვები აქვს მას ვინ უწყის მას ასე ის ავადმყოფი და ცოდვილია მაგრამ თუ კი ნათესავებს ვინმე ეტყვის რომ ღვთის მოყვანა აუცილებელი რათა ავადმყოფი ცოდვებისაგან განიკურნოს მათ ეჩვენებათ რომ შეურაცხყოფელ სიტყვებს ამბობს ვითარმედ ესე გმობასა იტყვისო მთელი მათი ზრუნვა და ძალისხმევა იმისკენაა მიმართული რომ ექიმს დაუძახონ და თანაც არა ერთს არამედ რამდენიმეს და სხეულის საკურნებლად ავადმყოფს წამლები ასვან ლოცულობენ მოწყალებას გასცემენ პარაკლისებს იხდიან რისთვის არასდროს იმისათვის რომ ღმერთმა ცოდვები მიუტევოს არამედ იმისათვის რომ გამოაჯამრთელოს დღევანდელი განრღვეულის მიმართ ქრისტე ასე როდი მოიქცა პირველ რიგში ის ცოდვისაგან განკურნა შემდგომ კი განრღვეულობისაგან რათა მიხვდეთ რომ ავადმყოფობისას პირველ რიგში მღვდლის დაძახება საჭირო რომ მოგვიტევოს შემდეგ კი ექიმისა რათა განკურნოს რისი გეშინია თუ კი პირველად მოძღვარი მოვა განა აღსარება სასიკვდილო განაჩენია სხეულებრივ ავადმყოფობაში ხშირად სულის ცოდვების გამო ვარდებით სული განკურნოთ და მაშინ სხეულის გამრთელდება ცოდვა ეს ფესვია ავადმყოფობა კი ტოტები თუ კი ფესს აღმოვფრით ტოტები თავისთავად ჩამოცვივდებიან მაგრამ ჩვენ სრულიად საპირისპიროდ ვიქცევით და რა ხდება ბოლო წუთს ველოდებით როცა ბოროტება მეტისმეტად გაძლიერდება როცა ავადმყოფს აღარც გრძნობა აქვს საყი და აღარც გონება როცა ის ვერაფერს შეიტყობს და ვერაფერს მიხვდება მაშინ ეს უბედური როგორ აღსარებას იტყვის როგორ გამოასწორებს თავის ცოდვებს შეძლებს კი გამოსწორებას ოჰნეტა ეს სიმართლეზე მეტი არ ყოფილიყო ქრისტიანთა უმრავლესობა
მოუნანიებელი კვდება, რადგან როცა პირველ რიგში მღვდლის მოყვანაზე ვლაპარაკობთ, მათ ეს შეურაცხყოფად მიაჩნიათ, ვითარმედ ესე გმობასა იტყვისო. დიდო ცდომილებავ, განა სული სხეულს არ უნდა ვამჯობინოთ, რა თქმა უნდა, როცა სხეული ავად ხდება, სულიც ავად მყოფობს. მკურნალობა საიდან დავიწყოთ? უმთავრესიდან ერთ ფერმწერზე დაცინვით ყვებიან, რომ პორტრეტების წერას ფეხებიდან იწყებდა, მთელ ტილოს სხეულის დანარჩენი ნაწილებით ფარავდა და თავისათვის ადგილს აღარ ტოვებდა. რა სასაცილო პორტრეტი და რა სულელი ფერმწერი იყო. მას ხატვა თავიდან უნდა დაეწყო, რომ რაღაც წესიერი შეექმნა. რისი თქმა მინდა ამით? კურნალობა სულის კურნებით უნდა დავიწყოთ, ანუ ყველაზე მთავრიდან. სხეულზე კი ამის შემდეგ უნდა ვიფიქროთ. და ჯერ მოძღვარი მოვიდეს, ცოდვები მოგიტევოს და გითხრას, შვილო, მიგეტევნენ ცოდვანი შენი. შემდეგ კი სნეულებისაგან მადლით და ღვთისაშემწეობით მას ექიმი განკურნავს. აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვეთ სახით შენდა. მართლაც რამდენი შემთხვევა უამრავი შემთხვევაა სამღვდელო პრაქტიკაში, როცა ჩვენთან მოდიან იმ დროს, როცა სნეულს აღარც საუბარი შეუძლია და გონებაც წართმეული აქვს. აი მაშინ გვეძახიან და მივდივართ და ვხედავთ უკვე ფაქტიურად გარდაცვლილ ადამიანს და მონებრივი ამ დროს რა აღსარებაზეა საუბარი და რა ზიარებაზეა საუბარი. აი მაშინ ახსენდებოდ ხოლმე მღვდელი, როცა უკვე შუალოდ გარდაცვალების პირას არის ადამიანი. თქმა უნდა, ეს პიროვნული დანაშაულიც არის, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმის სურვილი, რომ მივიდეს ეკლესიაში, თქვას, აღსარება ეზიაროს და თუ ამას ის მიზეზთა გამო ვერ ახერხებს ან არ იცის, ჩვენ რისთვისა ვართ, მაშინ ჩვენ უნდა დავეხმაროთ. უნდა მივიდეთ ამ ოჯახში, უნდა აუხსნათ ოჯახში ყოფებს, რომ რა არის პირველ რიგში აუცილებელი, რომ გადავარჩინოთ ეს ადამიანი, ესა თუ ის ადამიანი სულიერი სიკვდილისაგან. ეს არის ჩვენი მოვალეობა. ღმერთმა დაგლოცოთ და გაკურთხოთ. დღეს არის სენება დიდი მღვდელმთავრის გრიგორი პალამასი და ასევე არის ხსენება კიევო-პეჩორის ლავრაში მოღვაწე დიდი მამებისა. ღმერთმა მათი ლოცვებით დაგლოცოთ თქვენ, სრულიად საქართველო და ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი და ასევე უკრაინაში დევნული მართლმადიდებელი ქრისტიანები, მამანი, ჩვენი ძმები და დები, რომელნიც ახლა უდიდეს განსაცდელში არიან. მათი ლოცვებით ღმერთმა ინებოს, რომ იქ მშვიდობა დამყარებული იყოს და ეკლესიის, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში მოსულ იყოს ასევე ყველა გზა დაბნეული. ღმერთმა დაგლოცოთ.